მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, ჩემი არხის ერთგულ მაყურებლებო, მოგესალმებით აქედან, მოგიკითხავთ. დიდი სიყვარულით, მოკითხვებით, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გულთბილი კომენტარებისთვის, არის ხოლმე ზოგჯერ ისეთი კომენტარებიც. მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთისადმი პატივის ცემით და უნდა მივიღოთ ერთმანეთის აზრი, განსხვავებულია თუ როგორია, პატივი უნდა ვცეთ, ელემენტალური, ხო, ადამიანობა მოითხოვს პატივის ცემას. ეხლა სანამ გავშლი და იქნება ეს გაშლა, რა თქმა უნდა, ორ პოზიციაზე, ეს იქნება როგორ გავიარეთ ეს 2024 წელი, რომელიც იყო კარმის წელი, იმიტომ რომ მთლიანობაში ჯდებოდა ციფრი 8 და 8 ვიცით რომ არის სატურნი, არის მძიმე, არის კარმა და ანუ როგორ ჩავაბარეთ ჩვენი ეს გამოცდა და რა გამოწვევები მოგვიტანს 2025 წელი, რომელიც ჯდება ციფრი 9 და აქაც ანუ ვიცით რომ ჩინური კალენდრით არის გველის ხის, ასე ვთქვათ, წელი, მაგრამ მე დავამატებდი ამ წელს ჩემს მსოფლ მხედველობას, ხო, და ჩემ ცოდნას, ანუ როგორი იქნება ეს წელი. რა თქმა უნდა, პლანეტების გავლენა აუცილებლად იქნება ცხრიანი თვითონ ნუმეროლოგიურად არის დასასრული რაღაც ეტაპის და ახალის დასაწყისი, ეს ერთი. მერე მარსიანული გავლენა, ანუ რას ნიშნავს? უფრო მეტად დაძაბული სიტუაცია, ომების გამწვავება, რასაც ხედავთ და უყურებთ აგერ. მაგრამ თვითონ გველი, როგორც ასეთი არსება არის, მოიაზრება ძალიან ბრძენ ესეთ სუბსტანციად, ხო? აქ გვმართებს უფრო მეტად დაფიქრება ყველაფრის, რომ იტყვიან 9 მარელი უნდა ჭამოს, სანამ ადამიანს გაიცნობო, ხო? ჩვენი წინაპრული გამონათქვამი. ყველაფრის აწონ-დაწონვა, გაცნობიერება, მიმღებლობა გვმართებს, პირველ რიგში დიპლომატია აუცილებელია და არ აჩქარება, ანუ რას ნიშნავს, რომ გამწარებულ, გაბრაზებულ ემოციონალურ ფონზე არ უნდა მივიღოთ რაღაც ნაჩქარები, ესეთი გადაწყვეტილება. ანუ თვითონ მთლიანობაში ეს 2025 წელი, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება და როგორც 2020 წლიდან გვეუბნებოდა მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ისე ვეღარ ვიქნებით და ჩვენი ცხოვრება შეიცვალა და ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო. გარკვეულწილად ეს მოიაზრებს 2025 წელსაც, ანუ ზუსტად ისეთი აღარ იქნება ჩვენი ცხოვრება, როგორიც იყო. და აქაც გვმართებს გონიერება და დიპლომატია, იმიტომ რომ უნდა გადავხედოთ როგორც ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, ასევე საერთოდ შევხედოთ მასშტაბურად იმას თუ რა ხდება. ამ თემაზე იმას თუ რა ხდება მე მიყვარს მასშტაბური ხედვა და მთლიანად მთელი მსოფლიოს მასშტაბით დედამიწის, ხო, იმიტომ რომ ერთადერთი ცოცხალი პლანეტა არის დედამიწა, კიდევ ერთხელ ვამბობ და ვაღიარებ. ცოცხალი პლანეტა, სადაც არიან ცოცხალი არსებები, როგორც სულიერი, ასევე ფშვინვერი, რომელიც შექმნა მამა ღმერთმა, მამა შემოქმედმა ჩვენ ადამიანებისთვის და ასევე ყველა რესურსი შეგვიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებმა ვიცხოვროთ ჰარმონიაში, თანხვედრაში ერთმანეთთან, გქონდეს მეგობრობა. ამ სამყარომ, რომელიც დღეს რეალურ სივრცეში აქვს თავისი კანონები, ეს არის სამყაროს კანონები, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ვიღებთ თუ არ გვინდა რელიგიას რო დავანებოთ თავი და იმ ათმცნებას, რომელიც ყველა რელიგიაში მოიაზრება და ყველა რელიგიის წარმომადგენელი იცავს, ყველაფერში არსებობს იერარქია და არსებობს თავისი კანონები. თუ შენ ამ კანონებს არ ღვევ,
ის ერები, ის ქალაქები, ის ცივილიზაციები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როგორც ეს ხდება ძალიან დიდი ამოფრქვევა ვულკანების, ცუნამების, კატაკლიზმების, ასევე მიწისძვრების, ქარიშხლების, სტიქიური უბედურებების, ასევე ომების, პანდემიების და ასე შემდეგ. ისტორიიდან მოვდივართ ასე. ეს არ ახალია და იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი უყიდია ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველა ქვეყანას და არეულობა მთლიანობაში, მთელ მსოფლიოში და დაძაბული სიტუაცია, იმიტომ რომ რაღაც მთავრდება, კიდევ ერთხელ ვიძახი და გადავდივართ ახალში, ეს სისტემური ცვლილებაა თუ მთლიანობაში თვითონ სამყარომ მოგვიტანა ეს ცვლილება და ჩვენ რახან ამ დროში ვართ ეხლა, ვინც თქვენ მიყურებთ, ვინც შემოხვედით, ხო? კონკრეტულად. თქვენ უკვე ხართ გაცნობიერებულები, გესმით, ასე თუ ისე ხვდებით, იმიტომ რომ ინტუიცია გაქვთ, ჩემ მაყურებელს მით უმეტეს მინდა აღვნიშნო და მადლობა თქვენ ამისთვის. ხო და მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ის საინფორმაციო ომი, რომელიც მიმდინარეობდა წლების განმავლობაში და იყო ეს როგორც ქართული მასმედიებიდან, ასევე, სამწუხაროდ მეინსტრიმ მედიებიდან, უცხოური არხებიდან გაბუქებული, გაზვიადებული და ცრუ ინფორმაცია, მაგრამ საქართველოს მეინსტრიმ მედიებმა და ასე ვთქვათ, ტელევიზიებმა გადააჭარბეს იმ ოპოზიციურმა, პირდაპირ ვამბობ, ტელევიზიებმა ხო საერთოდ ამოვარდნენ ყველანაირი ჩარჩოებიდან და იმდენად ანთხევდნენ ამ უარყოფით ზიზღს, იმდენად ცინიზმის ენით საუბრობდნენ, ის კი არა, რაც არის, თავის აზრს გვახვევდნენ და ეს უკვე არის მანიპულატორობა, ეს უკვე არის ძალიან დიდი დაზომბირება, მოწამლეს, იმიტომ რომ სიტყვას ააგზალა და სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შენ რო წვეწვეთად აი ამ სიტყვას ხო იმეორებ შეძახილმა ხე გაახმოო და აი ესე კი არ გაუხმათ, არამედ რადიკალიზმში, მტრობაში, შურში, ზიზღში და სიბოროტეში გადავიდათ, რომ გადავიდნენ უკვე მოქმედებაზე. პლუს ერთმევად რესურსები, რაც ჰქონდათ არაკანონიერი გზით იმ ნაწილს გულისხმობ აღებული არასამთავროებს, NGO-ებს და ეხა ოპოზიციის პარტიებს კი ვიცით, რაც უნდათ, ეს იყო რაც ეხლა აი ამ ასე ვთქვათ, უახლოეს დღეებში მოაწყვეს, ხო? ბანდა შეკრული დაფინანსებული, რომ მოეწყოთ აპოკალიფსი, ფრჩხილებში, რა თქმა უნდა, უხეშად რომ ვთქვათ, გადაწვა რუსთაველის პარლამენტის შენობის ვანდალიზმი, შეურაცხყოფა სიწმინდეების, ასევე მივარდნა სასულიერო პირებზე, გუშინ ეხა ანჩისხაც თურმე კვერცხები ესროლეს, მე გეტყვით ეხა ჩამოვყვები რატომ? იმიტომ რომ იმ ბოროტ ძალას, რომელიც ებრძვის ყველაფერ სიწმინდეს, ნახეთ, ყველაფერს ტრადიციულს, ყველაფერს, რაც ღმერთთან გაახლოებს. შენ შეიძლება არ იყო მორწმუნე ადამიანი, სრული ფართო ამ სიტყვის მნიშვნელობით და ეხა არ დადიოდე ეკლესიაში და თავს არ ურტყავდე მეტანიებით იატაკს, მაგრამ ელემენტალურად ის რაღაცა სიწმინდე გქონდეს, ის რაღაც პატიოსნება გქონდეს, მაგრამ ნახე, მეორე ძალა რა არის? ზუსტად ის სიწმინდე, ზუსტად ის პატიოსნება, ზუსტად ის სისუფთავე, თუნდაც სიმართლე, მას არ უნდა, იმიტომ რომ ის არის სიცრუის მამამთავარი, მანიპულატორი, აჯანყების და რა ვიცი, განადგურების, ომის და დამხობის პირდაპირი გაგებით რევოლუციონერი, მისგან მოდის ეს ყველაფერი, ეს ენერგია, ენერგია, ენერგეტიკულად ვხსნი, მეტაფიზიკურად ვხსნი, რომ ჩაწვდეთ და ამიტომ მას არ აწყობს ის ადამიანები, ვისაც უნდა მშვიდობა. ამიტომ სიტყვა მშვიდობაზე ემართებათ რაღაცა პირდაპირ ვიძახი
კრუნჩხვები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ შენ ესე იგი მშვიდობა გინდა, შენ გადმოდიან რადიკალურ არა მარტო დაბულინგებაზე, არამედ შეურაცხყოფაზე, რომ სიტყვა მშვიდობა მისთვის უკვე იქ ინთება წითელი შუქურა და გადმოდის, რომ ესე იგი შეურაცხყოფა მოგაყენოს ყველანაირი სახით. და ესე იგი ორი მხარე არ არსებობს, მეორე აზრი არ არსებობს, მარტო ვარ მართალი მე და მორჩა. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მათ იმდენად ჩაძირულები არიან ამ მატერიალიზმში, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეპოქის დასასრული რას მოიაზრებს, რას და სად გადავდივართ, რომ ის რაღაც კაპიტალისტური და ფულით უკვე ვეღარ იყიდი შენ პატიოსნებას, გამორიცხულია და ვეღარ მოისყიდი, იმიტომ რომ თვითონ სამყარომ მოიტანა და ეს არის სამყაროსეული კანონი და მისი თეზისებიდან გამომდინარე სამყარომ უნდა დააბალანსოს, იმიტომ რომ გადააჭარბა ამ ბოროტმა ძალამ, ამათმა მანიპულატორობამ, ამათმა თუნდაც, ხო, ყველაფერმა დამიწებულმა იმ სიბინძურემ, სიბილწემ, იმათვის მიღებულია, თქვათ იგივე LGBT, ტრანსგენდერობა, ლიბერასტული, ასე ვთქვათ, ეს თავს მოხვეული და კი ბატონო იყავი, ყველა დროში იყვნენ ესეთი ადამიანები, გასაგებია, რაც არ უნდა იყოს, მე არ განვიკითხავ მათ, მაგრამ შენ ამას პროპაგანდირებას უკეთებ და შენ ეს გამოგაქვს, აქ სადაც 99% სიწმინდეებია და ეს ადგილი ჩვენი, ვიძახი საქართველო არის პირდაპირ სულიერი მისია აქ. თვითონ ღმერთიდან მონეჭებული ამ პატარა ქვეყანას და ქვეყანაში სადაც 363 მარტო წმინდა გიორგის ეკლესიაა და ქვია კიდევა ჯორჯია და ვინ იყო წმინდა გიორგი? იყო ბოროტების გამანადგურებელი. სადაც 100,000 მოწამეა, რომლებმაც ხატს სიწმინდეებს არ შეაბილწინეს ფეხი, არ დააბიჯეს, არ ასე ვთქვათ, აფურთხეს და ასე შემდეგ და თავი მოკვეთეს ამ ხალხს და იმ სისხლშია გაჟღენთილი ეს მიწა. ავიწყდებათ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ვისაც გვინდა მშვიდობა, ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენი ზუსტად აი ამ ტრადიციების დაცვა და აი ამ სისუფთავეში ღმერთთან მიახლება. იმიტომ რომ ესეა, სხვანაირად არ გამოვა ის გარკვეული მცირე რიცხოვანი ნაწილი. მე ამას ვიძახი, ხა აცნობიერებენ, არაცნობიერებენ, მათი პრობლემაა, მაგრამ ვინც ვერ ხვდება უბრალოდ და იქნება და გამოფხიზლდეს და მოვიდეს გონზე, კარგი იქნება და იმედია ღმერთი აპატიებთ მათ, იმიტომ რომ აუცილებლად შერცხვებათ, მოვადრო და შერცხვებათ თავიანთი საქციელის. აქ გარდა იმისა, რომ ჩვენ ადამიანები, ხო, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ეს მხარე და გვინდა რომ მშვიდობა იყოს და არ ჩავაბათ ჩვენი ქვეყანა აი ამ მესამე მსოფლიო ომის სიტუაციაში, რაც უნდა მოხდეს, გვინდა თუ არ გვინდა ეს ხდება ეხლა რა ვქნათ, ესე მოიტანა ამ პერიოდმა, ეხლა მე რამდენიც არ უნდა ვილოცო და ვითხოვო, რა ვქნა ეხლა მთელი მსოფლიოსთვის, კი, ვითხოვ მშვიდობას, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ჩემი ქვეყანაა ჩემთვის სადარდებელი, იმიტომ რომ იმდენად პატარაა, რომ ყველა გადამივლის, ყველა გადმომივლის და უბრალოდ აღარ იარსებებს და ეს უნდა გავიაზროთ. ეს უნდა გავიაზროთ ელემენტალურად, რომ შენ გენოფონდი აღარ გექნება, შენ საქართველო აღარ გექნება როგორც ქვეყანა და შენ არანაირი რესურსი არ გაქვს, რომელი მხრიდან ვისაც გინდა ან იმის ომში ჩაება, ან ვთქვათ და ვინმეს გაუმკლავდე, ან და თუნდაც თავი გადაირჩინო. არა. ამიტომ ძალიან დამაფიქრებელია ეს ყველაფერი და ის ადამიანები, ხო? თუნდაც ოპოზიციური მხარე იყოს, არ ვიცი, ხა მე კიდევ ერთხელ ვიძახი, მე მასშტაბურად და ზოგადად საუბრობ, ვინც უთხრის ძირს საქართველოს და ზუსტადაც რომ ასხავს წყალს, ტრის მხარეს და უნდა რომ საქართველოში ქაოსი იყოს, არეულობა იყოს, ომი იყოს და რაღაც საშინელება მოხდეს,
აი ამ კარმის წელი ხო არის 2024 და გადავდივართ 2025-ში. და 9 იანვრიდან შემოდის ეს გველის წელი. ნუ ესეა. და დაგვირგვინება მარტში ხდება საერთოდ რა 20 მარტს არის ასტროლოგიური ახალი წელი და უკვე შევა ყველანაირად ეს გველის წელი უკვე სათავეში რო იტყვიან სადავეებში, მაგრამ პროცესები უკვე 9 იანვრიდან დაიწყება. აბსოლუტურად არ გამოუვათ არანაირი სიცრუე. ყველა მათ ნამოქმედარს აიხდება ფარდა. ის გაკეთებული, ჩადენილი, თუნდაც ნეგატიური, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგად მომისმინეთ და აკეთებენ ამას, ნეგატიურ ჩარევას, დაეთრევიან და ჯადოებს აკეთებენ, რომ საქართველოს, ესე იგი, დედა ეტიროს, ხალხი ერთმანეთს გადაამტერონ, სერიოზულად, ფოტოები დააქვთ და საქართველოზე მოლებს და ჯადოქრებს, ანუ მჭყიბაობებს და რაღაცეებს აკეთებენ ამ თავრობას, რომ ესე იგი დედა ეტიროს, რომ ჩამოიშალოს, რომ ესე იგი ესენი მოვიდნენ, იხდიან დიდ თანხებს და მოვიდნენ რატომ, ნახე? რატომ მოვიდნენ? თავისი ინტერესები აქვთ, რომ ძალაუფლება თვითონ ჩაიგდონ ხელში, თვითონ დაჯდნენ პრემიერ-მინისტრებად და მინისტრებად და თვითონ მერე, ანუ რა ხდება, იცით? ყველა ვარიანტში საქართველოს დაქცევა მოხდება. ნუ გეგონოთ, რომ არიქა ეხა ის მოვა და ჩვენ რამე გვეშველება. არა ბატონო. ნუ რას უკაცრავად. სადაც კანონი არ კანონობს, იქ იწყება ანარქია და ანარქია რა არის? ქუჩაში რო ვერ გახვალ, უკაცრავად და იარაღით რო ივლიან, ისვრიან, მოხდება უამრავი ყაჩაღობა, ნუ 90-იანი წლები ტიპიური რა. ხო და ეს ჩვენ გაგვანადგურებს და ეს მინდა გაიაზროთ კარგად. ეს ჩვენ გაგვანადგურებს. ამიტომ მინდა არ მინდა მომწონს არ მომწონს, მე ვირჩევ მშვიდობას და სტაბილურობას ჩემი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი შვილების და შვილიშვილების ნათელი მომავალი ვნახო. მე მინდა რომ ჩემმა ქვეყანამ არც ამერიკაზე ვიყო დაკავშირებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არამედ ჩემი ქართული სუვერენიტეტული, აი ეს ქართული სული შევინარჩუნო, რომ რაღაცნაირად სამშვიდობოს გავიდე, იმიტომ რომ სულიერების გარეშე, როცა ბოროტი ძალა პირდაპირ გებრძვის და ყველანაირად გახვევს თავს და ხე გაძალებს ყოველთვის ბოროტი. რაც გააკეთეს კოვიდის დროს, აცრებს გულისხმობ, ხო? ეხა ვითომ ისეთი შედარებაა, მაგრამ არა, ნუ რას უკაცრავად. ჩვენ, ვინც არ ავყევით მათ, ნახე, თქვენო ბნელები ხართო. რამხელა დაბულინგება იყო, რამხელა შეურაცხყოფა იყო. თქვენო, ესე იგი, ჩამორჩენილები ხართო. თქვენო, საერთოდ არ გამოხვიდეთო საჯარო სივრცეშიო, არც რესტორანშიო, არც კაფეშიო, ჩვენს გვერდით არ დაგინახოთო, თითებს გვიქნებდნენ და თან გვანძღავდნენ და გვაგინებდნენ ის ხალხი, ხო? აი ზუსტად ის ხალხია ეხლა, უმრავლესობა, ნუ პირობითად ვამბობ, მეტნაკლებად ისეთი, ასეთი არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა რომ აი იგივეს აკეთებს ოღონ სხვა პრინციპით, რომ მე ევროპა მინდა და თურმე მე რუსეთი მინდა, გესმის? ანუ მე რომ მშვიდობა მინდა და მე რომ ომი არ მინდა და მე რომ ვამბობ რომ მშვიდობა მინდა, ესე იგი თურმე მე რუსეთი მინდა. და ეს არის ძალიან დიდი ჯერ ერთი როგორ ავთქვა, სიდებილეს ვერ დავარქმევ, ანუ ერთუჯრედიანობა, გაუნათლებლობა, არაკვალიფიციურები არიან ყველანაირად, ყველა გაგებით და სიგიჟე, შიზოფრენია და მათი სახე ყველასი, თუ კიდე ვერ დაინახეთ გამოჩნდება, ყველა მათი ნამოქმედარი, თუ კი რამე აქვთ გაკეთებული და ძალიან ბევრი აქვთ და დღემდე ძირს უთხრიან, ხო გეუბნები, ყველაფერს ცდილობენ, არ დაჯერდნენ ამ თავის მანიპულატორობას და ცილისწამებას, 4 არხით, 4 არხი ქონდათ თუ 5 არც ვიცი ეს ოპოზიციური არხები. დემაგოგობას, რა ვიცი. რას აღარ შვებოდნენ მოკლედ, რას აღარ ჩადიოდნენ, ესე იგი ენერგეტიკულ დარტყმასაც უკეთებენ საქართველოს. ესე იგი ღმერთო, დაიფარე, გადაარჩინე ჩემი პატარა საქართველო, რომ ეს ბოროტები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშალე ყველა, მათი ყველა გეგმა
აბსოლუტურად და სრული სერიოზულობით და მთელი ჩემი გულით და სულით ვამბობ ამას და ვაცხადებ. რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ხალხს გაუხსენი გონება და დაანახე ვის მართლა უნდა მშვიდობა და ვის მართლა იქ რაღაც თავისი ინტერესების გამო უნდა რომ ესე იგი მეხუთე კალონა დგას მაგათ უკან შემოვიდეს მართლა რუსის ჯარი ანდა გადაგვიფრინოს მათმა დრონმა ჯვარი გვწერია და დაგვამთავროს ერთხელ და სამუდამოდ რა მდგომარეობაში ვართ, ბეწვის ხიდზე ვართ, მათ გამო, მაგრამ კიდე კაი რომ ვამბობ, ისინი არიან მცირედნი და ჩვენ მლოცველები და ისინი ვინც ვითხოვთ მშვიდობას და ღმერთს ვთხოვთ დახმარება, ვართ უმრავლესობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი, იმედს ვიტოვებ და მხოლოდ ღმერთის იმედად ვარ, რომ საქართველო გადარჩება და გამოვა სამშვიდობოს ამ დიდი განსაცდელისგან და ამას გვაჩვენებს აგერ 2025 წელი, რომელიც პირდაპირ გააშიშვლებს, გააშიშვლებს, იმიტომ რომ გველი ვერ იტანს სიცრუეს, ის ელოდება, ნახე, გაჩერებული, გაშეშებული, ელოდება თავის მსხვერპლს, თავის დროს, რომ ეცეს და ეს მოხდება აუცილებლად, გააშიშვლებს ლუსტრაცია მოხდება და გაფილტრა მოხდება, გაფილტრავს, უბრალოდ გაფილტრავს და იმათ ყველანაირი რესურსი ჩამოერთმევათ და ყველა დაინახავს მათ სახეებს, რომ კიდევ მორიგ დიდ სახელმწიფო მოღალატეების და არ ვიცი, გადატრიალების მომსურვენი, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ ჩაეშლებათ გეგმები, რამდენიც არ უნდა ეცადონ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები, როგორც მე ვარ, ასევე ბევრია, უბრალოდ არ დაუშვებთ ამას. და თუ საჭირო იქნება, ზუსტადაც გარეთაც გავალთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, რომ აქ არ მოხდეს ომი, უბედურება, საშინელება და ასე შემდეგ. თუ იზიარებთ ჩემს ამ ასე ვთქვათ, რაც მე ხა გადმოგეცით ინფორმაციას, კარგი. თუ არ იზიარეთ, უბრალოდ იფიქრეთ ამაზე, იმიტომ რომ არაფერი არაფრად არ ღირს. ეს ცხოვრება არის წარმავალი, ჩემოკარგებო და შენ რომ იმ $10,000 გამო არასამთავრობო რო გაგ და ყოველთვე რო გერიცხება, ხო? და გირიცხავს ის სხვა სახელმწიფო და იმისი მონახტები, ხო? და ის ითხოვს, რომ შენ აქ რაღაცები მოაწყო და საქართველოს სიტუაცია არიო, ერთმანეთს გადაკიდო და ეს ხალხი ამ ხელა ტყუილებით, ხო? და სიცრუით შენ გადაამტერო ყველა ერთმანეთს და ეს სიბოროტე დათესო, შენ არაფერი გამოგივა. და ფულის გამო ნუ ხარ გაყიდული, იმიტომ რომ საქართველოს ხო უნდა მომავალი. შენ რო $10,000 გამო თვეში რო გაქვს NGO-ებს და იმ არასამთავროებს გასაგებად ვამბობ, რა თქმა უნდა, ყველასი არა. და თუნდაც იმ ოპოზიციონერების რომ მივიდნენ და ფულები აიღეს, ხო? ამით ლეგიტიმურობაც სნეს არჩევნების ესე გამოვიდა. რა გამოდის, რომ ფულზე ხარ გაყიდული და იმიტომ რომ არ გამოგივიდა გადატრიალება და სამოქალაქო ომი, ეხა იმ მცირედითაც კმაყოფილდები, ესე იგი შენ გაყიდული ხარ. გესმის? და ფული ჯოჯოხეთს ანათებს, ესე გონია, არა ბატონო. 2025 წლიდან დავინახავ ერთი, რანაირად გაგინათებს ფული და ჯოჯოხეთში იქ. კი არა, აქ უკვე ყველაფერზე პასუხს აზღვევ, რომ შენ თუნდაც მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ის ერთი კვირის განმავლობაში და ორი კვირის განმავლობაში მოსვენება დამაკარგინე და მეღამეები არ მეძინა, შენ რო აპოკალიფს აწყობდი, შენი იქ ბანდით და რუსთაველს წვავდი და აბსოლუტურად ყველაფერს ძალიან დიდ ვანდალიზმს აკეთებდი, ჩემს სიწმინდეებს შეურაცხყოფდი, ქაშვეთის ეკლესიას ფსავდი, იესო ქრისტეს გამოსახულებით კუბოებს წვავდი, გიხაროდა, აკეთებდი რიტუალებს, შავი მაგიის და შეკვეთებსაც, მიდიხარ და ჯადოქრებთან, უკვე თავ საქართველოს გადაშენებას და გაცამტვერებას მიდიხარ და ანჩის ხატი, რომელიც უნდა აუცილებლად და მამა გაბრიელმა თქვა, რომ მუზეუმიდან უნდა გამობრძანდეს ის ხატი, ორიგინალი ანჩის ხატის, უნდა
გამობრძანდეს პარაკლისებით და დაბრძანდეს ანჩის ხატში, იმიტომ რომ უწმინდესი ადგილია და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მაგ ადგილს მთლიანად ქალაქისთვის და მთელი საქართველოსთვის და შენ იმას კვერცხებს უშენ და აგინებ, შენ ანუ ძალიან გაგიჭირდება საქართველოში ცხოვრება. შეგრცხვება კი არა, ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდება. უკან დაგიბრუნდება, იმიტომ რომ არაფერი არ გამოგივა და გაიმარჯვებს ყოველთვის სიკეთე, ჩემო კარგო. იცოდე, რომ ყოველთვის კეთილი ძალა იმარჯვებს. ძალიან მალე მოხდება ეს. ეხლა ვნახოთ, გამიგრძელდა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ, მაგრამ უნდა მეთქვა. მოკლედ, ეს არის ეხლა ორი დასტა და როგორ ჩავაბარეთ ჩვენ ეს კარმული 2024 წლის პერიოდი და რას გვეტყვის კარტები ვნახოთ აბა როგორ გაიარა ჩვენმა ასე ვთქვათ გამოცდამ ხო ვის როგორ მეტნაკლებად აბა 2024 წლის ამ კარმულმა წელმა როგორ ჩაიარა პირველი პოზიცია მეორე აქეთ მაქვს ან ორივეს მოусმინეთ როგორ ჩაიარა თქვენთვის და რა გამოწვევები იყო და რა დაგრჩათ ან თუ არ დაგრჩათ კიდე გასაკეთებელი. ნახოთ აბა. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, როგორ ჩაიარა 2024 წლის ასე ვთქვათ, წელმა თქვენთვის, რა გამოწვევები იყო, რა დაგრჩათ გასაკეთებელი და თუ არის კიდე რამე გამოცდა ჩასაბარებელი თქვენთვის და რა უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში აქ მაჩვენებენ რომ გასაიდუმლოებულია, რაღაცა გასაიდუმლოებულია, როგორ ჩაიარა. თავდაცვის პოზიცია გაქვთ. ჩემო კარგებო. ნახეთ 50-50-ზე ამოვიდა დაბალანსება არის. სამყაროს კანონი რას გულისხმობს, რომ დააბალანსე ყველაფერი, ანუ ყველაფერში ხო არის ორი მხარე. გვინდა თუ არ გვინდა ყველაფერს აქვს ორი მხარე და აქ უკვე დაბალანსება გამოდის, ანუ ფაქტიურად გაგივლია კარგად ეს კარმის პერიოდი. ფინანსებზე თუ იყო დარტყმა, აღარ იქნება, იმიტომ რომ ბრძნულად გაგიტარებია, დაგხმარებია ეზოთერია და ეს დაფარული ცოდნა, არ ვიცი, შეიძლება ინტუიცია გაქვს ძალიან ძლიერი და შენ ინტუიცია ჩაგერთო და ყველა ვარიანტში ჩაგერთვებოდა, იმიტომ რომ ეხა პერიოდია ზუსტად ამის. მიგიღია სამყაროდან ეს გამოწვევები, დაგიცავს თავი, შენი თავი, ყველანაირი ეს ბარიერები ყოფილა, რაღაცები ჩაკეტვია, შეიძლება ფინანსები, შეიძლება კარიერა, შეიძლება რაღაც, მაგრამ გახსნა იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ აქ ამოდიხარ შენ, როგორც ძლიერი, the personality და ამოდის ბალანსის კარტი, რაც ნიშნავს, რომ ფაქტიურად ეს წელი 2024 წელი მეტნაკლებად, ანუ კარგად გაგივლია და რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო ცოდნა, ეზოთერია და ასე შემდეგ დაგხმარებია და ვნახოთ 2025 წლისთვის თუ იქნები შენ მზად, ვინც ახლა მე მიყურებ, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესი წელი მოვიდეს შენთვის 2025-დან 9 იანვრიდან შემოდის. მიჯაჭვულობა, რომელიც ქონდა, არ ვიცი რასთან დაკავშირებით, აქ ამოდის ბოროტი ძალა, რომელიც შენ გერჩოდა. ეს შეიძლება იყოს რაღაც მანკიერი შენი რაღაც თვისებები, შეიძლება ვნებები იყოს, შეიძლება ეს იგივე მიჯაჭვულობა იყო, მაგრამ აქ ამოდიხარ შენ როგორც მმართველი ადამიანი, შენი ცხოვრების იმპერატრიცა, ანუ აქ ამოდიხარ როგორც მზრუნველი, როგორც დედა, თუ დედა არა ხარ, დედა გახდები და ეს არის მოზიდვის და რაღაც საჩუქრის კარტი, ანუ იმპერატრიცად იგრძნობ თავს, შენ ტრონზე დაიმკვიდრებ, ხო? და რა თქმა უნდა, მოდის ადამიანი გრძნობით სავსე, სხვათა შორის წარსული ცხოვრებიდან შეიძლება გამოჩნდეს ან ნამდვილი სიყვარული, აქ
მოდის სიახლე შენ ცხოვრებაში, როგორც მხედარი თასების, ანუ ამ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება ყავს უკვე, მაგრამ უფრო დაიმკვიდრებ მასთან ურთიერთობას, უფრო მეტად დაახლოვდები, იმიტომ რომ იმპერატრიცის პოზიციაში გამოდიხარ. ეს პირველი კარტი არ მომეწონა, რომ ამოვიღე, მაგრამ ესე იგი იყო რაღაცა დამოკიდებულება, იყო რაღაცა მიჯაჭვულობა, იყო რაღაცა შენი მანკიერი ვნებები, რომელიც შენ გადალახე, იმიტომ რომ ამოხვედი როგორც იმპერატრიცი, ესე იგი შენ გაიმარჯვე იმ რაღაც სიბოროტეზე, იმ რაღაც ცუდზე, ყველას გვაქვს ეს, ხო? და ამ შემთხვევაში გამოდიხარ გამარჯვებული, თან ძალაც გაქვს, თან ამოდის, რა თქმა უნდა, ადამიანი, გრძნობით სავსე და სიყვარულით სავსე. ანუ ამ შემთხვევაში გაგივლია. მინდა გითხრა, გილოცავ, პირველი ვარიანტი ვინც იყავი, გაგივლია ეს კარმული პერიოდი და ეხლა დაგაჯილდოვებ სამყარო იმით, რაც გულით გინდა. გადავედი მეორე პოზიციაზე. მადლობა. პირველ პოზიციას გადავედით მეორე პოზიციაზე. მოგესალმებით მეორეებო, აბა ვნახოთ, როგორ გაიარა თქვენმა 2024 წლის კარმულმა პერიოდმა. თუ დაგრჩათ რამე, ანუ როგორ გაიარა ამ წელმა თქვენთვის, ვინც ახლა მიყურებთ, თუ დაგრჩათ რამე, რა გაქვთ კიდე გასაკეთებელი, როგორ ჩააბარეთ ეს გამოცდა და რა იქნება, აბა? რას გეუბნებათ? აქ რაღაცა ცოტა რთულადაა საქმე. ნახოთ, აბა რაშია საქმე? ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ქონია, ნახე. ანუ ეხა რასაც მაჩვენებენ, აქ კარტი მაჩვენებს, რომ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ქონია, გაგიმარჯვებია სიკვდილზე და აღმდგარ ხარ. ეს ტრანსფორმაცია მოდიოდა მამაკაცისგან, ანუ ტკივილი. აქ ამოდის პარტნიორობის კარტის, სიყვარულის, ანუ ამ შემთხვევაში საყვარლობის ჩაკეტვია რაღაც, ანუ ქონია საყვარლური ურთიერთობა, მაგრამ შენ აგირჩევია შენი გზა, წამოსულ ხარ ურთიერთობიდან და ეს იყო წარსულიდან, რამაც გული გატკინა და ეს იყო ის კარმული წელი და ის კარმული გამოწვევა, რაც შენ გაიარე სიყვარულზე, პირადზე და ამ კაცთან, ანუ ამ ადამიანთან მიმართებაში და ვნახოთ, აბა 2025 წლისთვის თუ ჩააბარე უკვე, ხო? ანუ ის გამოცდა, რაც აგერ ხედავთ, რომ ძალიან გიდარდია და ჩაკეტვია პირადი და 2025 წლიდან თუ გაგეხსნება პირადი, ბედი, კი ბატონო, გაგეხსნება პირდაპირ ამოვიდა ურთიერთობის, სტაბილურობის და ახალი დასაწყისი. ანუ ნახე, აქაც გადაგიხდია რაღაც ვალები, კარმული ვალები გადაგიხდია, როგორც ისე ვალები, შეიძლება ეხლაც იხდი, მაგრამ ამთავრებ ასევე კარმული ვალები და ეს იყო ამ მამაკაციდან წამოსული, რაზეც, ანუ შეიძლება ითქვას, სამყარო არ გვსჯის, ჩემო კარგებო. ღმერთი არ გვსჯის, უბრალოდ ჩვენი მოქმედებიდან გამომდინარე გვხდება ხოლმე რაღაც პრობლემები. ჩვენ გვჩვევია დავაბრალოთ ეს, რომ რატომ ესე, რატომ ისე და ამ დროს უნდა ჩაუკვირდეთ ჩვენ თავს უფრო ყურადღებით, გავაცნობიეროთ, რომ რაღაცები ყველას გვაქვს შეცდომები, ხო და იმისგან გამომდინარე ხდება ხოლმე მერე ეს ბედში, ხო, რაღაც გარღვევები, ჩაკეტვები, ტკივილები, მაგრამ შენ გადალახე უკვე. ანუ გილოცავ, იმიტომ რომ 2025 წელი გპირდება როგორც ფინანსურ სტაბილურობას, ასევე შეხვედრას და ამ შემთხვევაში ალბათ იქნება ახალი, იმიტომ რომ ამ კაცმა გული გატკინა. სიკვდილი ამოვიდა პირდაპირ, ანუ გასვლა ურთიერთობიდან, ახალი დასაწყისი და რა თქმა უნდა ის გადაგიხდია შენი ტკივილით, შენი გულგაცრუებით. აქაც მაგია იყო გახვეული რაღაც. ეხლა ეს არის კიდევ ერთხელ ვიძახი საჯარო გაშლა, მხოლოდ პირადში ამოდის შენზე იყო მაგია თუ იმ კაცზე, იმ ადამიანზე იყო მაგია თუ, ამოდის მაგია, ხო? ამ კარტებიდან გამომდინარე, ეხლა აღარ დავკონკრეტდები,
იყო მაგიური ჩარევა და როიტყვიან აი მისი გვდილებული სიტუაცია ჩაკეტვა ამ ადამიანთან, მაგრამ საყვარლობით დაიწყო ეს ყველაფერი და კარგად დაიწყო. რამაც ძალიან აი როიტყვიან მოვკვდი და გავცოცხლდი. აი ესეთ სიტუაცია, მაგრამ სამომავლოდ გელოდება კიდე რაღაც ახალი გამონათებები, ანუ გადაგიხდია რა. პირდაპირ გეუნები შენ, ანუ ეს გამოცდა ჩააბარე 2024 წელს, იმიტომ რომ გელოდება ყველაფერი კარგი, მთავარია როგორც ეს წელი, ანუ გველის წელი, ხო, გვეუბნება სიბრძნე, ანუ ბრძენი იყავი, დინჯი იყავი და კარგად გათვალე. მომენტს დაუკვირდი, როდის შეიძლება რომ იმ რაღაც შენ სასურველს და საწადელს მიაღწიო, იმიტომ რომ ესე უცებ რო ეხა მე აი დავხვტები და იქ იმათ რა ქვია მინისტრად დავდგები, ანუ ესე არ ხდება. ხო. ასე რომ სულ ეს იყო თუ მოგეწონათ, ნუ შესავლებს ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ რაც მოდის, ხო, აი ამ ჩემს ცნობიერში ეს ინფორმაცია, რომელიც მე როგორც გამტარი ვარ ამ სამყაროს ენერგოსაინფორმაციო ველთან და ეს მთლიანობაში მასშტაბურად რაც მომდის, ის უნდა გადმოვცე. ხა მოგწონთ, არ მოგწონთ, გინდათ, არ გინდათ, ჩემი რეზიუმე უნდა გავაკეთო და უნდა ვთქვა, რაც არის, იმიტომ რომ მე მევალება ეს ხალხო, მე თუ ეს არ ვთქვი, მე ვისჯები, გესმის? ყველას აქვს თავისი მისია და მე ეს უნდა ვთქვა, თუნდაც ერთმა ადამიანმა მომისმინოს. და რაღაცნაირად დაფიქრდეს და მიხვდეს რამხელა თამაშია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი არის თამაში, ჩემო კარგებო. თამაში ზელენსკი, ხო? აი დღეს რო გამოდის და რო უხარია, რო ვთქვათ ივანიშვილს დაეგრე უნდა დაასანქცირე. მან მისი ქვეყანა გაწირა. არ ჯობია დაასანქცირო და შენი ქვეყანა გადაარჩინო, მილიონობით ადამიანი ამოხოცა. უკრაინა აღარ იარსებებს, 100 წელი უნდა სანამ აღდგება, ქალაქები არ არსებობს და ეხლა თვითონ უკრაინელები გამოდიან და ესო, ანუ ვინ გვარგუნაო და ამასო როგორ დაუჯერეთო, რუსებს რო ვერ იტანდნენ და აფურთხებდნენ და მასკალებს და რა ვიცი რას არ ეძახდნენ, ტირიან, შუქი არ გვაქო, წყალი არ გვაქო, გაზი არ გვაქო. დედა გვიტირაო. ესო რა დღეში ჩაგვაგდო, ანუ ყველანაირი რესურსი ამოეწურა და ტრამპი რომ მოვა 20-დან, ერთ კაპიკს აღარ მისცემს და დავინახავთ ერთი რანაირად მოუგებს რუსეთს. და ეს ყველაფერი გააკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ და თვითონ ბაიდენმა, რომ რუსეთი დაესუსტებინა, ანუ ნახე რამხელა თამაშია ეს პოლიტიკა, რატო ვიძახი. თვითონ, ანუ აწვდიდნენ ყველანაირ რესურსს, იარაღს, ფულს, რომ ესე იგი რუსეთი დაესუსტებინა და ამ დროს თვითონ არაფერი და ამდენი ადამიანი, უბრალოდ ქალები, ბავშვები, ათასობით, ხო? და როიტყვიან გამქრალი ქალაქები არაფერი არ არის? აყვავებული ევროპის ერთ-ერთი, ევროპასთან ახლოს არის და გახდებოდა კიდეც ევროპა, მაგრამ როგორ გახდება? ეხა ევროპამაც უარი უთხრა, ვერ გახდებიო, შეუთვალა. რაღაც უნდა გადაწვეს, გადაბუგეს და უკრაინა აღარ არსებობს. და ის ჩვეულებრივი ადამიანები იმათ რა დააშავეს და იმათი ცოდვა, აი იმ ბავშვების, იმ ქალების და ამდენი ათასობით ადამიანის ცოდვა მას მარტო იმათი ცოდვა არ გაახარებს, რომ აი ესეთი ჯამბაზი რო არის და ესეთი არა ადამიანი რო არის და რომ გაყიდა თვითონ უკრაინელიც არ არის, ებრაელია, მაგრამ ზუსტადაც რომ ბოროტი ძალა დგას მის უკან. ზუსტადაც რომ მისი ინტერესების გამო და მას როგორ უსველდება ენა და საერთოდ საქართველოზე როგორ ლაპარაკობს, რომ ჩვენ ესე იგი ჩავებით ომში და გამხდარიყო საქართველო პოლიგონი და გადავქცეულიყავით საზარბაზნე იმათ, რა ქვია, არ ვიცი რა, რომელსაც ერთ კვირაში გაგვაქრობდა რუსეთი. აი ამაზე არის ზუსტად საუბარი. აი ამაზე მეტი დაფიქრება გვმართებს ხალხნო. ვინც არ უნდა დამასანქციროს მე და რაც არ უნდა
ჩაება პირდაპირ არ ჩაბმულა არც ერთი ქვეყანა უკრაინის ომში რუსეთთან. არც ნატოს ჯარი არ დაეხმარა. მარტო იარაღების გაგზავნა და ფულის ჩარიცხვა მილიონების არ არის რა დახმარება. ვინ არის მოგებული? ვინ არის ამ ომში მოგებული? გეკითხებით, ამდენი ადამიანი როა დახოცილი. საქართველოში არ გამოვა მეორე მაიდანი და საქართველოს დაქცევა, რაც უნდათ და ძირს უთხრის, გინდა რომელიმე არ აქვს მნიშვნელობა ეს ოპოზიციური პარტიებია თუ ვინც არ უნდა იყოს, არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გავიარეთ ერთი ჯოჯოხეთი და თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ 2008 წელშიც და 90-იანებში და დამთავრდა. კიდე ჩვენ ვეღარ გაუძლებთ რა. დასრულდება საქართველო როგორც ასეთი, აღარ იარსებებს. და ამიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება რა, ცოტა რაციონალურად იფიქრეთ. ეს არის ძალიან დიდი თამაში და ეს არის პოლიტიკა, სამწუხაროდ ძალიან ბინძური, სადაც წირავენ ჩვეულებრივ ადამიანებს და ათასობით ხალხს, აი ესე ხოცავენ. როგორც ხორცსაკებ მანქანაში ატარებენ. მაგრამ დიდ ქვეყნებს კიდე რესურსი აქვს და ჩვენ რა გვაქვს 3 მილიონიც არა ვართ. ჩვენი ერის გაჟლეტვა უნდა და გაქრობა. მადლობა ღმერთს რომ არ გამოუვათ. დავამთავრე მოკლედ და აბა თქვენიც